მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: რაც ვიცი, კლავს იმას, რაც მინდა. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის რუმინული წარმოშობის ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ემილ ჩორანი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური და ამით არხის გაძლიერებაში დამეხმაროთ. დღეს უცნაური გადაცემა გვექნება. ემილ ჩორანის ციტატამ ისეთი მძიმე გზებით მატარა, რომ გადავწყვიტე აქვე მაშველ რგოლად სხვა ციტატა შემომეტანა და ისე გამოვიდა, რომ დღეს ერთის ნაცვლად ორ ციტატაზე ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე ჯობია. ემილ ჩორანის ამ ციტატის გაგება ალბათ სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ეს სიტყვები, რაც ვიცი, კლავს იმას, რაც მინდა, ეთრამეს ნიშნავს, რომ ცოდნა არის გამოღვიძება, რომელიც კლავს ილუზიებს და ზედაპირულ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. ამაზე რომ ვფიქრობდი, მაშინვე ივან ილიჩის სიკვდილი გამახსენდა, ლევ ტოლსტოის შედევრად აღიარებული მოთხრობა. მართლა არ მაგონდება უფრო მკაფიო მაგალითი იმის, თუ როგორ მოდის ცოდნა და ერთ ბაშად გადახაზავს ყველაფერს, რითიც გიცხოვრია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გინდოდა, მოგწონდა და მნიშვნელოვნად მიგაჩნდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭულმა ივან ილიჩმა მკაფიოდ შეიგრძნო, როგორი სისულელე ყოფილა ყველაფერი, კარგი ხელფასი, კარგი სამსახური, კარგი კოლეგები, რომლებიც გაფასებენ, პროვინციიდან საცხოვრებლად პეტერბურგში გადასვლა. დაინახა, რომ ყველაფერი რითიც იცხოვრა, იყო სიბნელე და სინათლე იყო ძალიან შორს ბავშვობაში. და აი ამ ცოდნის წვდომის შემდეგ სინათლე ისევ წამით დაბრუნდა მასთან სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნაზე, გზაგასაყარზე. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს ამ მოთხრობაზე საუბრისას, ივან ილიჩი აღესრულა როგორც მე-11 ჟამის მუშაკი, იმიტომ რომ სარეცელს მიჯაჭულს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თავის ცხოვრება შეეცვალა, მაგრამ მან ეს შეძლო პირველ რიგში იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელმაც მოკლა და გაანულა ყველაფერი, რითიც მან იცხოვრა, რაც მას უნდოდა და რაც მას მოწონდა. როდესაც ცოდნა გააღვიძებს ადამიანს, როგორც ივან ილიჩი გააღვიძა, მაშინ იგებს, რომ რაც მთელი ცხოვრება უნდოდა სინამდვილეში არ არის არაფერი, მაგრამ განა ივან ილიჩის ეს ცოდნა სრული უიმედობის საფუძველი გახდა. პირიქით, უიმედობით ივან ილიჩი სიკვდილის წინ სინათლეს ხო ვერ დაინახავდა, მაგრამ რამ გამოაღვიძა ივან ილიჩი სასიკვდილო სარეცელზე, რა ცოდნა გაეხსნა მას, რა ცოდნა და ის ცოდნა, რომ ყოველთვის ცხოვრობდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მხოლოდ საკუთარ მინდას მისდევდა და ამ მინდას იქით არავისთვის არაფერი არ გაუკეთებია და აი ამიტომ აღმოაჩინა თავისი ცხოვრების ბოლოს, რომ ფაქტობრივად არ უცხოვრია. მოთხრობას რა თქმა უნდა არ მოვყვები, მაგრამ მე-11 ჟამის მუშაკობა ზუსტად ის არის, როცა სიკვდილამდე დარჩენილ დღეებში, საათებში, წუთებში ახალი ცოდნა შეგაძლებინებს უძლურ ადამიანს, რომ დაიმსახუროს სინათლეს სიკვდილის წინ. თუ ცოდნა აშიშვლებს აბსურდულობას ცხოვრების, ამან შეიძლება მართლაც მოკლას ბედნიერების იმედი, მაგრამ შეიძლება კიდეც გააჩინოს პირიქით, როგორც ივან ილიჩის შემთხვევაში მოხდა. და აი აქ მინდა რომ შემოვიტანო ახალი ციტატა, რომელიც რაღაცნაირად გაგვიკვალავს გზას, რაც ვიცის და რაც მინდას ლაბირინთში. მე-20 საუკუნის ცნობილი რუსი მწერლის, ამერიკაში მცხოვრები სერგეი დოვლატოვის ციტატა ამბობს, რომ ნამდვილი სიმამაცე ის არის, გიყვარდეს ცხოვრება, როცა მის შესახებ მთელი სიმართლე იცი. დოვლატოვის ციტატა გრძელდება ზუსტად იმ წერტილიდან, სადაც ჩორანის ციტატა მთავრდება. გავიგე სიმართლე და მერე რას ვაკეთებ? ჩორანის ციტატის მიხედვით, როგორც კი სიცოცხლის აბსურდულობას გავიგებ, იქ ჩნდება წერტილი და დოვლატოვის ციტატაც იზიარებს ცოდნის სიმძიმეს, მაგრამ ახალი პერსპექტივა შემოაქვს.
აი როცა ცოდნის ეს მძიმე ფარდა ჩამოეშვება, ჩორანის პასუხია წერტილი, დოვლატოვის პასუხია გზის გაგრძელება. ოღონდ უნდა იყოს სათანადოდ მამაცი, რომ ცხოვრება გიყვარდეს მაშინაც კი, როცა მის შესახებ ყველაფერი იცი. და ესე იგი მთავარი რა არის ამ ორი ციტატის შეპირისპირებაში? ის რომ ცოდნა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ აუქმებს არჩევანს, დასვა წერტილი თუ გზა გააგრძელო. ახლა ისე გამოდის, რომ ფილოსოფიურ აზრებს ვარჩევ და ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება, საერთოდ ჩვენგან შორს არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ესე გვზდიდნენ და ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ ცოდნა არის თვალის სინათლე და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა გქონდეთ, მაგალითად ჩვენ შვილებს. მაგრამ რისთვის გვინდა რომ ბევრი იცოდნენ? რასაკვირველია, გვინდა იმისთვის, რომ კარგად იცხოვრონ, ოჯახები შექმნან, კარგი სამსახური, კარგი ხელფასი იქონდეთ, კარგი კოლეგები ყავდეთ. უკაცრავად, ივან ილიჩთან ხომ არ დავბრუნდით. მაგრამ აბა რა ვქნათ? უცოდინრობა ცოდნას ჯობია? არა, რა თქმა უნდა არ ჯობია და ცოდნას ვერასდროს ვერ ავიცილებთ და არ ავიცილებთ ცოდნას თავიდან. მაგრამ გამოდის, რომ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ცოდნა დაასრულებს მის ინტერესს ცხოვრების, ვთქვათ, როგორც აბსურდის მიმართ, თუ პირიქით ახალ გზაზე დააყენებს მას და შეაყვარებს ცხოვრებას ილუზიების და აი ამ ფუჭი მინდას გარეშე. აქ თავს ვერ ვიკავებ, რომ კიდევ ერთხელ არ შეგახსენოთ, როგორ დაარიგა ამერიკელი ახალგაზრდები იოსიფ ბროდსკიმ და აი რას ეუბნება, სიმდიდრეს თუ გამოეკიდებით, თქვენს ანგარიშზე გაჩენილი ნულები შესაძლოა თქვენსავე სულიერ ეკვივალენტად, ანუ სიცარიელად გარდაიქმნასო. ემილ ჩორანის ციტატა, რომ რაც ვიცი, კლავს იმას, რაც მინდა, ცხადი არ ნიშნავს, რომ ცოდნა კლავს სიცოცხლეს და ცოდნა კლავს ადამიანს, მაგრამ ჩემი აზრით იმას კი ნიშნავს, რომ შესაძლოა და მოსალოდნელიც არის, უბრალოდ გახდე ცინიკური, გახდე ამპარტავანი, ვითომ ბრძენი, მაღალი და მაღლად ვხედი. არავისზე გიფიქრიათ, რომ ცოდნის გამო თითქოს შეიჯავრა ცხოვრება და სადღაც სხვაგან არის და იქიდან ზემოდან იყურება. მე მიფიქრია და ახლაც თვალწინ მიდგას 1-2 საკმაოდ ცნობილი ადამიანი. ხო და ვის უნდა რომ მისი შვილი ამ ადამიანებს გავდეს? დიდი მიხვედრა არ ჭირდება, რომ თავიდან ბოლომდე ღირებულებების ირგვლივ ტრიალებ, ხან ამ ციტატით, ხან იმ ციტატით. ცოდნასთან ერთად სიცოცხლის სიყვარული და ხალისი მოაქვს იმ განცდას, რომ შენს ცხოვრებას, შენს რესურსს, შენს სიყვარულს სხვა ადამიანებს უზიარებ. ძალიან მინდა ერთხელაც კარგი ციტატა ვიპოვო და კარგად გიამბოთ, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებ სხვაზე ზრუნვის, სხვისი გათვალისწინების, სხვისი ინტერესების შენ ინტერესებზე წინ დაყენების უნარს. რაც არ უნდა სისულელედ ეჩვენებოდეს ვინმეს ამგვარი ცხოვრება, ზუსტად ასეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ სხვისი ინტერესები დააყენოს თავის ინტერესებზე წინ, ვერანაირი ცოდნა ვერ შეაშინებს და სიცოცხლის თავისთავად ღირებულებაზე ვერ ათქმევინებს უარს. გახსოვთ ექიმი პროფესორი იოსებ ჟორდანია, რომელმაც 1962 წელს თვითმფრინავის კატასტროფის დროს თავისი მაშველი რგოლი პატარა გოგონას გადასცა და თვითონ დაიღუპა და ეს ბავშვი გადაარჩინა. გახსოვთ გურამ რჩეულიშვილი, რომელმაც 1960 წელს გაგრაში ღამი წვის ღელვის დროს 3 ადამიანი გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა. და გახსოვთ ექიმი და კარდიოლოგი გია აბესაძე, რომელმაც 1991 წელს რუსთაველის გამზირზე დაიწვა თავი იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება აეცილებინა თავის ქვეყნისთვის. რა იციან ცინიკოსებმა იმაზე მეტი, რაც იცოდნენ იოსებ ჟორდანიამ, გურამ რჩეულიშვილმა და გია აბესაძემ. დღეს ასე გამოვიდა, სიკვდილით დავიწყე და სიკვდილით დავამთავრე.
შეიძლება და სულ სხვანაირი ყოფილიყო ციტატის პოდკასტის ეს ეპიზოდი, მაგრამ ტექსტზე მუშაობას რომ ვიწყებდი, მაშინ შევიტყვე, რომ გარდაცვლილა ლიკა კაჭარავა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, კარლო კაჭარავას და მისი შემოქმედების ძალიან ღირსეული მოამაგე. აქ ჩემს უკან კარგახანია კარლო კაჭარავას ალბომი დევს და კადრშიც ჩანს. ლიკა ყველა წიგნს მჩუქნიდა, რაც კი კარლოს და მის შემოქმედებას ეძღვნებოდა. კარლო და ლიკა კაჭარავებზე დიმიტრი თუმანიშვილთანაც მისაუბრია, როცა ბატონ დიმიტრისთან ინტერვიუ ჩავწერე, აი იმ ინტერვიუს შემდეგ ვისაუბრეთ კაჭარავებზე და იმის გამო, რომ დიქტოფონი უკვე გამორთული იყო, მე ინტერვიუს გამოქვეყნებულ ნაწილში ეს საუბარი ვეღარ შევიტანე და ახლა ძალიან წყდება გული, ორმაგად მწყდება გული და თავის დროზე ლიკას კი ვუამბე ამ საუბრის შინაარსი. კარლო და ლიკა კაჭარავები ჩემთვის ყოველთვის იქნებიან ცოდნით სავსეები, ცოდნით შეუშინებლები და მამაცები, როგორც სიცოცხლის, ასევე სიკვდილის პირისპირ. დღეს ამით დავასრულებ ჩორანის მძიმე ციტატის კომენტარს და შემდეგ პარასკევამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.